იმედია რომ ქართულად წავიკითხავთ და ვისაუბრებთ. ქადაგებასაც აღარ ვეძახი მე, რაღაცნაირად მაინც ეკლესიაში მინდა ხოლმე რომ ბიბლიაში მოგზაურობა დავარქვა, რომ ყველამ არ იყოს ცალკე მსმენელი და ცალკე დამრიგებელი ან ცალკე წამკითხველი. არამედ როცა იკითხება ბიბლია და მიდის მსჯელობა, მე მახსოვს რომ აი ყველა იღებდა 30-40 წლის უკან რა ეკლესიები, ალბათ თქვენც გახსოვთ, სხვა შემართებით იყო, აი ქადაგების დროს ზოგი იწერდა, მე მსახურების შემდეგ რჩებოდნენ და აბა ძმაო ეს ვერ გავიგე და ესა. ანუ მთელი ეკლესია ცხოვრობდა აი ამ რომელიმე სიუჟეტით, რომელიც იქნებოდა წაკითხული და გარჩეული, იმიტომ რომ თვითონ ქადაგებაც კი ეს არის გავს, საფუძველი არის წინასწარმეტყველური. ოღონდ იმით განსხვავდება, რომ წინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში სიტყვას იღებდნენ, ღვთის სიტყვას იღებდნენ ღმერთის ბაგეებიდან და მერე გადასცემდნენ ესე უნაკლოდ ხალხს და ეუბნებოდნენ ღმერთის სიტყვებს. დღეს იგივეს ვაკეთებთ ჩვენ, ამიტომ იაკობი იძახის რომ ბევრი ნუ გახდებით მასწავლებელი, რათა მსჯავრი არ დაიტეხოთ, რომ რაიმე თქვენი არ დაამატოთ, თქვენებურად არ დაამატოთ. ამიტომ თუ ვისმეს გონია რომ ეს სამქადაგებლო ის ვინც გამოდის კათედრაზე, ეს არის უბრალო ხელწამოსაკრავი, ცოტა არ იყოს ძალიან სიფრთხილე არის ხოლმე საჭირო, რომ რაიმე ზედმეტი არა ვთქვათ ის რაც ღმერთის ნება არ არის და ღმერთის სიტყვას არ შეესაბამება. დღეს მე მინდა წაგიკითხოთ დაბადებიდან. საერთოდ ჩემი განცდაზე მინდა მოგახსენოთ, რომ მთელი ეს წიგნი, ბიბლია, აი ეს წიგნი, ეს არის სანუკვარი, ეს არის ტკბილი, კარგი და როცა მინდა ხოლმე რომ სერიოზულად ჩემ ცხოვრება შევადარო ღმერთის მიერ დატოვილ სწავლებას, ყოველთვის ახალ აღთქმაში ვამოწმებ ხოლმე, ვკითხულობ და მერე უფიქრდები და ისა, მაგრამ თუ მინდა რომ სულიერად სიტყვოება ვნახო, ხო იცით ადამიანი კვების დროსაც ეს არის ჯერ კარგ საჭმელსაც ჭამს და მერე რომ მორჩება კარგ საჭმელს, ან ყავას დალევს, ან კიდე რაღაცა იმას ნუგბარ ტკბილეულს. დაახლოებით ჩემი განცდაც ესეა, რომ როცა მინდა რომ სულიერად დავისვენო და აი ვისი ამოვნო, ვკითხულობ ძველ აღთქმას. ისტორია. ეს არის მოგზაურობა წარსულში. მე ესე ვეძახი, მოგზაურობა წარსულში. ვინც დამჯდარ ხართ მანქანაზე ან ავტობუსზე და სხვა ქვეყანაში ინტერესებთ. რამდენჯერაც გინდა წაიკითხოთ ბიბლია, განსაკუთრებით ძველი აღთქმა, ეს არის აი საოცრება. და როცა ვკითხულობ, მე არ ვიცი ახლა თქვენი განცდები რა არის და არც ახლა ვკეკლუცობ თქვენს წინაშე, რომ აი ესეთი ვარ და ისე, მაგრამ მე გადმოგცემთ ჩემ იმას, რომ თითქოს აი როცა ვკითხულობ იოსებზე, აბრაამზე, მერე რამდენი გმირები ხავს იაკობზე და კიდევ დავითზე და სხვებზე, რატომღაც შინაგანად ჩემთვის, როგორც მეგობრები ისე არიან. მეგობრებივით არიან. თითქოს მეც ერთ-ერთი თანამონაწილე ვარ მათ იმაში. რო ვკითხულობ ამ ისტორიას, ყოველთვის აი თითქოს მე იქავ დგევარ და თვალს ვადევნებ. იმდენად მიყვარს ეს ადგილები, ეს ისტორიები. რამდენიც არ უნდა დრო გავიდეს, რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის საინტერესოა, ყოველთვის ღმერთი ახლებურად მახედებს შიგ. დღეს მინდა შემოგთავაზოთ 21 თავის რაღაცა ნაწილი დაბადებიდან. დაბადებიდან 21 თავი.
გადაშალეთ ვისაც გააქვთ ბიბლია და ერთად წავიკითხოთ. და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა და გააკეთა უფალმა სარასათვის, როგორც ამბობდა, ანუ როგორც შეჰპირდა. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა. და აბრაამმა უწოდა ისაკი, თავისი ძეს, შობილს, რომელიც უშვა მას სარამ. და წინა დაცვითა აბრაამმა 8 დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც უთხრა მას ღმერთმა, და აბრაამი იყო 100 წლის, როდესაც შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. და თქვა სარამ, სასაცილო გამხადა მე უფალმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. და თქვა, ვინ ეტყოდა აბრაამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებდა ძუძუს, რადგან შობე სიბერის ძე. და გაიზარდა ბავშვი და მოსხლიტეს იგი ძუძუს და აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს. ჩვენ არ ვიცით რამდენი წლისა იყო ადრე აი სამუელის ისტორია გაიხსენეთ, ზოგჯერ 2 წლამდე აწოვებდნენ, ზოგჯერ 3 წლამდე. ეხლა დაბადებიდანვე ხელოვნურკვებაზე არიან ხოლმე და მაშინ სხვანაირად იყო. დაიხილა სარამ, რომ ძე ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელიც მან უშვა აბრაამს, დასცინოდა. და უთხრა მან აბრაამს, გააძევე ეს მხევალი, ანუ გააგდე თავისი შვილით, ძითურთ, რომ არ დაიმკვიდროს ამ მხევალის ძემ ჩემს ძესთან ისაკთან. და შეაწუხა დიდად აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო. და უთხრა ღმერთმა აბრაამს, ნუ სწუხარ ყრმაზე და შენს მხევალზე, რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი. და ამ მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ის შენი თესლია. და ადგა აბრაამი დილაადრიანად აიღო პური და წყლის ტიკი, მისცა ჰაგარს და აჰკიდა ზურგზე და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა იგი და გზა დაებნა ბეერ-შებაყეს უდაბნოში. აი, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესოა. საინტერესოა ბიბლიიდან კაცობრიობის ისტორია. ოდითგანვე, ეხლა მთელ დაბადებას ვერ წავიკითხავთ, მაგრამ პირველი 2 ძე, რომელიც ცოდვის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდნენ, მერე ერთმა მოკლა შურით მეორე, ღმერთმა აღადგინა შეთის კაენი და აბელი. შეთი, ანუ სიფ რუსულად რო არის, ამ იმის მეშვეობით და ეს ხაზი გააგრძელა და გარკვეულ დრომდე ეს 2 ხაზი მოდიოდა, კაენის ხაზი და შეთის ხაზი. და რომელიღაც გარკვეულ პერიოდში ესენი იზოლირებულები იყვნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ აღმოჩნდა, აი ძალიან მოკლედ რო თქვა, რომ რომელიღაც პერიოდში ეს 2 შტო შეერია ერთმანეთში შეერიდნენ და ცოდვა გადავიდა ორივე იმაზე თანაბრად. მაშინ ღმერთის ნება იყო და კიდევ სხვა მიზეზებით, რომ წარღვნილი წყლით მოესპო და მხოლოდ ნოე გადაერჩინა და თავისი 3 შვილითა და რძლით, სულ 8 სული. წარღვნის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ ცოდვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ძლავრობდა ადამიანებზე და ისევ კაცობრიობამ დაიწყო გამრავლება და ცოდვა გადავიდა. მაშინ ღმერთის ნება იყო, რომ ამოერჩია ერთი რომელიღაც იმიდან, რა ქვია, საგვარეულოდან და მივდივართ ამგვარად აბრაამამდე. ანუ ის პირველი ხაზი
რომელიც შეთის ხაზი აირია და დაიკარგა, მე ღმერთის ღვთისნება იყო, რომ ახალი რგოლი, ახალი ჯაჭვი აერჩია და ამოერჩია რჩეული ერი, რომელთაც ეწოდება ებრაელები, ებერიდან დიდი აბრაამის დიდი პაპის სახელი დაერქვა ებრაელებს. მეოთხე თაობაში წინ უკან უпростоრად ებერი იყო აბრაამის დიდი პაპა და ამიტომ მისი სახელი გადაერქვა მთელს ებრაელებს. ყოველ შემთხვევაში წარმართები გარშემო ასე ცნობდნენ. და ამდაგვარად მოვდივართ აბრაამამდე და მერე უკვე ღმერთი აგრძელებს აი ამ გადარჩენის გეგმას რჩეული ხალხის მეშვეობით და ეს ჯაჭვი გრძელდება ვისი მეშვეობით? აბრაამი, ისააკი, იაკობი და იაკობის 12 ძე და მერე შემდგომში ვხედავთ ისტორიის მანძილზე რა დაემართა ებრაელთა ერს. მაგრამ თითქოს ყველაფერი გასაგებია. თითქოს ღმერთმა ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ მაინც ვხედავთ რომ შეფერხება მოხდა პირველსავე რგოლზე. აბრაამის არ უჩნდება ვაჟი და შეფერხება მოხდა ისააკზე. იმიტომ რომ გაჩნდა ისააკი კი არა პირველად, გაჩნდა ისმაელი. ისმაელი გაჩნდა. მაგრამ საერთოდ აღმოსავლური ტრადიციით პირველობა ეკუთვნოდა ვაჟიშვილს, პირველ ვაჟიშვილს. მაგრამ ღმერთის ნაკარნახევითა და ღმერთის კანონით ისააკით უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომ მოხდა შეფერხება. და არა იმიტომ რომ ისმაელი მხევლისაგან იყო. ჩვენ რამდენი გვახსოვს ვინც მხევლისაგან იყო? იაკობს ჰყავდა ორი ცოლი და იაკობს შვილები 12 ძე, ზოგი მხევლისაგან ჰყავდა. თვითონ აიღეთ ისტორია, დავითის ისტორია, ვისგან იყო დავითის წინაპარი, ხო იცით ვინ იყო? ვინ იყო დავითის წინაპარი? ერთ-ერთი იყო რუთი და ესეც წარმართი ქალიდან. მაგრამ ამის გამო არა იქნებ არა წმინდა იყო ისმაელი და არ მოინდომა. ჩვენ ბოლომდე რო ჩამოვთვალოთ აი ეს რატომ მაინც და მაინც ისააკი და არა ისმაელი, იმიტომ რომ მით უმეტეს ისმაელიც და ისააკიც აბრაამის წიაღიდან იყვნენ გამოსულები. ჩვენ ბოლომდე ვერ გავიგებთ. ეს არის ღმერთის გეგმა, ღმერთის დადგენილება. ღმერთს აქვს სუვერენიტეტი, სუვერენული უფლება, ვინც უნდა ის აირჩიოს. და ადამიანს არ აქვს იმისი უფლება, რომ როგორც ღმერთი აკეთებს, თვითონაც ისე გააკეთოს. ადამიანმა უნდა გააკეთოს ისე, როგორც ღმერთი კარნახობს, მაგრამ სუვერენობა ღმერთისა ნიშნავს იმას, რომ ის არასოდეს, არასდროს არავის წინაშე პასუხს არ აგებს თავის გადაწყვეტილებებზე და თავის საქმიანობაზე. იმიტომ რომ ის არის ბრძენი, ბრძენთა ბრძენი, მეფეთა მეფე და ამიტომ მას აქვს მთელი უფლება. იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიქმნია სამყარო, მან შექმნა სამყარო, მან იცის ყველა ადამიანის თავზედაც კი დათვლილია თმა. ამიტომ ღმერთს აქვს უფლება აირჩიოს ისააკი და არა ისმაელი. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რომ ეს ისტორიის ჯაჭვი არა მარტო აბრაამიდან დაიწყო, დღესაც აგრძელდება. დღესაც არის ეს რჩეული ხალხი ქრისტიანობის სახით. თუმცა მართლმადიდებლები იძახიან რომ პრეემსტვენი როგორ არის, აი რო გადაეცემა ხოლმე ქრისტესა და მოციქულების მერე ჩვენ პრეტენზიას აცხადებენ რომ ჩვენა ვართო. ვიცით რომ მართლმადიდებლები გაჩნდნენ მე-11 საუკუნეში უпростоრად დაირქვეს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩვენ არა გვაქვს მათ მიმართ წინააღმდეგობა, გაიმართლონ თავი. თუ გინდა აბრაამიდან თქვა რომ ჩვენ აბრაამიდან მოვდივართო, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენც ერთ-ერთი რგოლი ვართ აი ამ გადარჩენის გეგმაში. იცით თქვენ ეს?
აი ესე რომ წარმოვიდგინოთ ჯაჭვი ებრაელთა ერის რომელიღაც ეტაპზე წყდება. მერე ეს რგოლი გრძელდება რჩეული ერის ქრისტიანების მიერ. პირველი საუკუნიდან მოდის მთელი ეს საუკუნეები, ზოგ განწყდება, ზოგ განსუსტდება, მაგრამ მაინც მოდის. და ჩვენ ვართ წარმომადგენელი ერთ-ერთი რგოლი ამ უწყვეტი ჯაჭვისა გადარჩენის გეგმაში. მაგრამ ერთს რასაც გეტყვით, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ქრისტეს სიტყვები. ცირედნი გადარჩებიან, ცირედნი ჰპოვებენ, ცირედნი დადიან. ყველა ეკლესიაში, მარტო ამ ეკლესიაში არა, არიან ქრისტიანები, რომლებიც აი ამ გადარჩენის გეგმაში, როგორც რგოლები ისე არიან ჩაჭედილები და არიან ადამიანები, რომლებიც გადარჩენის გეგმაში არ არიან. არ ვიცით, ეს არავინ არ იცის, ვინ გადარჩება და ვინ არა. ღმერთმა მისცეს ყველას გადარჩენა. ღმერთმა ჩაწეროს, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ეს არის რგოლი გადარჩენისა, კაცობრიობის გადარჩენისა, ფაქტიურად სიმბოლურად და სხვანაირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვინც ჩაწერილი არის სიცოცხლის წიგნში. ყველა საუკუნეებში იყვნენ ადამიანები, ვინც იწერებოდა სიცოცხლის წიგნში. ეს სიცოცხლის წიგნი მხოლოდ ღმერთს აქვს და ყველა გადარჩენილი ქრისტიანი იწერება ამ ღმერთის წერს ამ სიცოცხლის წიგნში. ამიტომ ჩვენი საზრუნავი, ჩემი პირადად საზრუნავი და თქვენი საზრუნავი უნდა იყოს არა მოქონიება რა ვჭამოთ რა დავლიოთ და შვილები როგორ ვასწავლოთ და ის პირველ რიგში რომ უფალო ჩამწერე სიცოცხლის წიგნში. ვინ იწერება სიცოცხლის წიგნში? ისინი ვინც ზეციდან შობილნი არიან, სულიწმინდის მიერ დაბადებულნი არიან მეორედ სულიერად და ვინც აგრძელებენ ღმერთის გზას, იესო ქრისტეს გზას. ისინი ვინც მისდევენ ქრისტეს და ვინც არ აღალატობენ, იმიტომ რომ დღეს გეტყვით ჩემო ძვირფასებო რომ ასეთი მასიური განდგომა არასდროს არ ყოფილა. აი ათობით, ასობით ქრისტიანები მრავალი ეკლესიებიდან ზურგს აქცევენ ღმერთს და მიდიან და განდგომა რომ იცოდეთ რა არის. ეს არის დაუშვათ ქრისტე მიდის და ადამიანი მიჰყვება რომელიღაც პერიოდამდე. მერე შეჩერდება, მოიხედავს იცვლის მიმართულებას და ქრისტედან მიდის შორს. და თქვენ გონიათ ეს ზღაპარია, ეს არის მასიურად ახდება. და დღეს თქვენ კარგი გააკეთეთ რომ მოხვედით. როდესაც თქვენ ამტკიცებთ თქვენი მოსვლით, არა მარტო სიტყვით, არამედ თქვენი ცხოვრებით, თქვენი მოქმედებით, რომ თქვენ გინდათ, რომ თქვენი სახელი იყოს სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი და აი ამ კაცობრიობის უწყვეტ ჯაჭვში გადარჩენის, კაცობრიობის გადარჩენის ჯაჭვში ერთ-ერთი რგოლი იყოთ. ისმაელის დაუბრუნდეთ ისევ ამ წაკითხულს და მცირეოდენი შევეხოთ ისმაელის ცხოვრებას. ვიდრე ისააკი დაიბადებოდა, როგორც ამბობენ, ზოგი იძახის რომ 10 წლის მერე, ზოგი იძახის 13 წლის მერე დაიბადა ისააკი, მაგრამ ცხადია, რომ ისააკის ვიდრე დაიბადებოდა, ისმაელი როცა დაიბადა, ეს იყო დიდი დღესასწაული აბრაამის ოჯახში, აბრაამის სახლში. ყველას უხაროდა. იმდენად უხაროდა, რომ აბრაამმა დაივიწყა მარადიული აღთქმა ღმერთისა. და როდესაც ღმერთმა შეახსენა, რომ არა, შენი წიაღიდან სხვა უნდა დაიბადოსო, აბა გაიხსენეთ რა თქვა. ნეტა ეს მაინც ამან მაინც იცოცხლოსო ისმაილმაო. და ფაქტიურად თქვა, რომ მე მეტი არავინ არ მინდა, აი ეს იცოცხლო, აი ეს არის ჩემი ისა. მაგრამ ღმერთის აღთქმა სხვანაირი იყო. ისე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე აღთქმა არსებობს. ერთი არის
ნოეს აღთქმა, წარღვნის მერე აღთქმა, ესეც მარადიული აღთქმა, რომ წარღვნილი წყლით აღარ მოისპობა წუთი სოფელი, მეორე არის უძლიერესი აღთქმა, აბრაამისეული აღთქმა, აბრაამს რო შეპირდა, რომ გაგამრავლებ როგორც ზღვაში ქვიშა და როგორც ცაზე ვარსკვლავები, მერე არის კიდე ერთი დიდი აღთქმა დავითის მიმართ, ოღონდ ცოტა სხვანაირია აღთქმა, რომ დავითის ტახტზე არ გამოილევა და საბოლოოდ ვიდრე მესია არ მოვა და არ დაჯდება დავითის ტახტზე. ერთი აღთქმაც არის ლევიანების მიმართ სამღვდელო აღთქმა და მეხუთე არის ახალი აღთქმა, ეს უკვე ჩვენ გვეკუთვნის. 4 არის ძველი აღთქმა ძველ აღთქმაში და ერთი ახალი აღთქმა გვეკუთვნის ჩვენ. ამიტომ დაუბრუნდეთ იმას, რომ ისმაელი, აბრაამი იყო ბედნიერი ისმაელის დაბადებითა და გაზრდით. მაგრამ აი უბედურება. დაიბადა ისაკი და ისაკის დაბადებით გაჩნდა კარავში პრობლემა. ორი ძე ისმაელი და ისაკი. რაღაცა პერიოდის შემდეგ სარა აკვირდება, რომ ისმაელი ჩაგრის პატარა ისაკს დაბადებულს. ანუ ავიწროვებს. და ეს არ მოეწონა. არ მოეწონა, იმიტომ რომ სარას კარგად ესმოდა, რომ როცა დაიბადა ისააკი, ისააკის ხაზით უნდა გაგრძელებულიყო ეს რჩეული ერი. ისააკის ხაზით უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ ჩვენ არ ვიცით აბრაამი რატომ აყოვნებდა. ისტორიის მანძილზე ბევრჯერ შევხვდით ესეთ პატრიარქებს, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. იგივე მოხდა ისააკთან მიმართებაში, როდესაც ისააკმა სწორედ ვერ აირჩია და ესავს უფრო პრიორიტეტი მისცა. აქაცავ ხედავთ, რომ ქალი ჩაერია, ისაკის ცოლი ჩაერია და იაკობს, იცით იაკობის ისტორია შემდეგ რა დაემართა. დავითისაც ეს ბრძენთა ბრძენი კაცი დავითი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე არ მივიდა თავისი ცოლი ბერშებეყა და არ უთხრა, რომ გახსოვს დავით რა შეპირდი, რომ სოლომონის მეშვეობით გაგრძელდება. აქაც იმას იგივე სავხედავთ, რომ აბრაამი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. არამედ სარა ეუბნება და კარნახობს, რომ არ შეიძლება რომ ისმაელი ცხოვრობდეს ისაკთან ერთად ერთ კარავში. ეხლა ადვილი წარმოსადგენი რო იყოს ჩემო ძვირფასებო, რომ რას ნიშნავს მამისთვის თავისი წიაღიდან, აი თავისი შვილი გააგდო. ერთი წუთით დაფიქრდით, გინდა ქალები, გინდა კაცები. რომ პატარა ბიჭი დაახლოებით 13-14 წლისა დედასთან ერთად აჰკიდო ტიკი, აჰკიდო რაღაცა საჭმელი და უთხრა ეს ის კი არ არის, რომ აი თბილისის გარშემო სოფლები კი არ არის, უდაბნო. და ამიტომ ბიბლიაში არის აღნიშნული ის, რომ ძალიან დაღონდა აბრაამი. ძალიან დაღონდა. მაგრამ იოსებივით მოუვიდა, როდესაც იოსები ეჭვში იყო მარიამთან მიმართებაში, გახსოვთ რა? რომ როდესაც ფეხმძიმედ ორსულად აღმოჩნდა, მერე ანგელოზი გამოიცხადა და უთხრა, ნუ შეგაშინებს შენი მარიამის ფეხმძიმობა, მიიღე როგორც ცოლად. აქაც ისე მოხდა. ღმერთმა უთხრა, დააწყნარა აბრაამი და უთხრა, რომ დაუჯერე შენ ცოლს, დაუჯერე შენ ცოლს სარას. ამიტომ იცით, ერთია, როცა აი მინდა გითხრათ, რომ ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ადამიანს ურჩევს და ის შეიძლება არ შეასრულო.
მაგრამ როდესაც ღმერთი ურჩევს ღმერთის შვილს, განსაკუთრებით რჩეული შვილს, არ შეიძლება რომ იმაზე უარი ითქვას. ამიტომ ღმერთი ხანდახან რომ მიგვითითებს ხოლმე ნუგულებელ ყოფთ. ა ブラ ამი ჭკვიანი კაცი იყო და მიუხედავად პირადი განცდებისა, მიუხედავად დიდი სიყვარულისა თავისი ძის მიმართ, დახუჭა თვალები, მოამარაგა საჭმლით, წყლით და მაინც გააკეთა ისე, როგორც ურჩია თავისმა ცოლმა. მარტო ისტორიაა ესა. მარტო ისტორიას გიყვებით მე. მარტო ისტორიას გამცნებთ, თუმცა ეს ძალიან საინტერესოა. თუ რაღაცა ჩვენს გვეხება. ანალოგიას გავდივართ ჩვენ. როდესაც ადამიანი ყველა მორწმუნე, განსაკუთრებით მორწმუნე გადის ორ ცხოვრებას. ერთი გადის ისმაელის ცხოვრებას, როდესაც ჩვენ ხორციელად ვიბადებით და ვიზრდებით. და ამ კარავში მშვენივრად ვგრძნობთ თავს. მე ვიხსენებ ხოლმე ჩემ უდარდელ ბავშვობას. აი, საიდანაც უკვე გონება მომეცა 2 წლისას თუ 2 წელნახევრისას და აი მე როცა ჯარში წამიყვანეს, მე როცა სკოლა დავამთავრე, ჯარში წავედი მსახურებისთვის, მე ჯარის შემდეგ დავრჩი და სასწავლებელში მოვეწყე, უდარდელი ცხოვრება მქონდა. კონფლიქტი და უბედურება დამეწყო მას შემდეგ, რაც მესამე კურსზე შევიცანი იესო ქრისტე და დამეწყო, როგორც იტყვიან, მხიარული ცხოვრება. ამიმხედრდა ცოლი, ამიმხედრდა მთელი ინსტიტუტი, გამომაგდეს კომკავშირიდან, ეგრეთ წოდებული კომკავშირიდან. ანუ ამ კარავში, რომელშიაც მე კარგად ვგრძნობდი თავს, დაიბადა ისააკი. ისაკი უпроსწორად. და მოხდა კონფლიქტი. ამ კონფლიქტს ვერავინ ვერ ასწდება. ალბათ თქვენც. როდესაც ადამიანი მეორედ იბადება სულიერად, რომელიც სიმბოლურად არის ისაკის დაბადება, კონფლიქტი არის გარდაუვალი. კონფლიქტი არის გარდაუვალი. იმიტომ რომ ახალი პიროვნება იწყება. ძველი ბუნება უნდა ყოველთვის ახალი მოითხოვს, რომ ძველი ბუნება, ისმაელის ბუნება განდევნილი იყოს კარავიდან. როგორია, როდესაც მთელი სიცოცხლე რაღაცა შახარ ჩაჭიდებული, შეიძლება ის იყოს ბიზნესი, შეიძლება იყოს კულტურა, შეიძლება იყოს ოჯახური აღზრდა, შეიძლება იყოს პირადი თვისებები, საყვარელი ცოდვები, ტრადიციები, არ გაგიგიათ ესეთი. ჩვენ ქართველები ვართ. თითქოს დიდი რამეა. ჩვენ სომხები ვართ და ჩვენ ტრადიციას არ უღალატებთ. ერთი მარტო დავინახო, რომ ჩემი შვილი რომელიმე სხვა გოგოზე, სხვა ერის წარმომადგენლზე დაქორწილდეს. ან ესე რაღაცა ზოგს აქვს ოჯახური აღზრდა, რომელსაც თავს არანებებს და ეს იქნება ოჯახური ტრადიცია, თუ ნაციონალური ტრადიცია, თუ აღზრდა, თუ ბიზნესი, თუ პირადი თვისებები, თუ საყვარელი ცოდვები, განსაკუთრებით, ხო, აი ესე ძნელია რომ გააგდო კარავიდან. მაგრამ თუ გინდა რომ განვითარდე, თუ გინდა რომ დაიმკვიდრო ისაკივით მომავალი, აუცილებელია განდევნო. იმიტომ რომ ბიბლია გვეუბნება, ახლა ყველაფერი ახალია, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილება, ძველმა განლო, ახლა ყველაფერი ახალია. იცით რატო ხდება? ჩვენთვის. აი მაგალითად ჩემ გამოცდილებას გეუბნებით. როდესაც მე პირველსავე თვეებში გადავიტანე
აუარება ტანჯვა და დევნა როგორია ტელეფონზე გისმენენ ყოველ კვირა კგბ-ში გიბარებენ რექტორი გიბარებს და წიხლიკვით გემუქრება რომ უნდა გახვიდე აქედან წახვიდე ჩემთვის უკეთესი იყო რომ ქრისტიანიც უყოფილიყავი და იმ პირობებშიაც უყოფილიყავი რითაც დავიწყე მაგრამ არ მოხდა მე ან ქრისტიანობა უნდა დამეტოვებინა და ისევ გამხდარიყავი ისმაილი ან ისმაილი უნდა გამეგდო და ეს ტანჯვა წამება გადამეტანა და გამეგრძელებინა ეს გზა და განამარტო მე ჩემზე მოდის ეს ყველა ქრისტიანი გადის ამას რა მოხდებოდა მე ახლა გისვავთ კითხვას რა მოხდებოდა რომ ისმაილი დარჩენილიყო კარავში როგორ აფიქრობთ განა საჭმელ-სასმელად არჩებოდა ისმაელი პირველობას წაართმეოდა პავლეც ამას იძახის სულს რა სურსო ხორცის საწინააღმდეგო სურს და ხორცს სულის საწინააღმდეგოდ და ამ საწოდავ კარავში მიდის გამალებული ბრძოლა და ბრძოლა არსებობისთვის კი არა ბრძოლა პირველობისთვის ვინ იბატონებს ხორცი იბატონებს სულზე თუ სული იბატონებს ხორცზე მუდმივად სანამ ადამიანი ცოცხალია სულ მიდის ეს ბრძოლა იცით იოლია ზოგიერთი რამის დატოვება ის რაც თვალსაჩინოა ადვილად ავტოვებთ ყველაზე ძალიან გამიზნელ და ისა ადვილად დავტოვე რაღაცეები ჩემი წარსული ცხოვრებიდან მაგრამ ყველაზე ძალიან იყო რაღაცეები რაც მე გამიზნელდა ერთ-ერთი იყო სიგარეტის ვეწეოდი ვერანაირად ვერ ვაგდებდი სიგარეტს ხო ვერ ვაგდებდი სიგარეტს მორწმუნე ვიყავი და ერთხელ მახსოვს და ვიღაცის დაბადების დღეზე გამოვედი და ტირილი დავიწყე და ჩემთავს ვეუბნები რომ მე რა ქრისტიანი ვარ ღმერთო რა ქრისტიანი ვარ რა შენი შვილი ვარ როცა ისევ სიგარეტს ნუ რაღაცა 4-5 თვე ვერ ვაგდებდი აი იყო კიდე რაღაცეები რაც მე გამიზნელდა იცით კარვიდან სადაც ისაკმა უნდა იცხოვროს ახალმა ქმნილება უნდა იცხოვროს ესე იოლად არ არის რომ აი ესე გაუღებ კარებს და თვითონ გავა ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ცოდვები აი ეს საყვარელი ცოდვები არის ყველაზე ძნელი მოსაშორებლად ერთ-ერთი ძმა ჩვენს ვაისუმნის ეკლესიაში ეგრეთ წოდებული ძმა ვერაგდებდა სიგარეტს და რას გედევეკიდე ამ სიგარეტს სხვა ისიც შეიძლება იყოს ცოდვაც შეიძლება იყოს და ეკლესიას უთხრა რომ მე უმცხვენიან და მოდიო ილოცეთო რომ ღმერთმა ძალა მომცესო და მთელი ეკლესია ლოცულობდა 3 თუ 4 თვე ლოცულობდა მე ვეკითხებოდით პერიოდულად აბა როგორ აგრძნობ თავს და ერთხელ აღიარა ჩემს წინაშე რომ თქვენ კი ლოცულობთო მაგრამ იცით როგორ მიყვარსო და არ მინდა რომ გადავაგდო მე ვთხარი შედალოცვილო მუხლებზე ტყავი გადავიძრე ლოცვით მეთქი და მაშ რაღაც მალოცინებ მეთქი თუ შენ გიყვარს და არ გინდა რომ გადავაგდო ეს ცოდვა ყველა ქრისტიანს მათ შორის ქრისტიანს განსაკუთრებით აქვს საყვარელი ცოდვა რომელიც უძნელდება რომ დატოვოს და გადააგდოს ზოგს ეს შეიძლება იყოს ხასიათი შეიძლება იყოს რაღაცა ჩვევა შეიძლება ეს იგივე ტრადიცია იყოს აი წეღა რაცა ვთქვი იცით რომ მორწმუნეები მე კახოვკაზე ბევრჯერ მინახია რომ იცით ჩვენ მორწმუნეები იძახიან იცით რომ ჩვენ ქართველები ვართ აი ქართული ტრადიცია გვაქვს მოისმინეთ ხალხო მე ვიცი რომ იცით ზოგიერთებმა მაგრამ ზოგიერთებმა არაფერი არ არის ქრისტეში არც სომეხი და არც ქართველი და არც რუსი თქვენ ხართ ახალი ნაცია ახალი ერი
არც სომხები ხართ, არც ქართველები და არც რუსები. თქვენ ხართ ქრისტიანები. ეს ახალი ერი არის უფრო მაღლა დგას, ვიდრე დედამიწაზე ხორციელი ეროვნებითი წარმომავლობა. იმიტომ რომ მე ხშირად შევხვედრი ვარ ამ სიამაყეს, აი ამ ტრადიციებს, ქორწილებს, ყოფილ ვარ ქრისტიანულ ქორწილში და მithქვია რომ სად მოვხვდი აქ და იცით ეს მეპატრონე რას მეუბნებოდა ჩვენო ქართველები ვართო და ეს ქართული ტრადიციით ვაკეთებთ ამასო. მე ვთხარი ქრისტიანი ხარ? შენ ქრისტიანი ხარ? აი ეს ყველაფერი ერთად რაც მე და კიდევ ბევრი რამე რაც არ ჩამოვთვალე, ყველაფერი ეს არის ისმაელი. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი არ დამეთანხმოს, მაგრამ ოდესღაც მიხვდება, რომ ძველი რაც აი როგორ გავიგოთ რა არის ისმაელის სიმბოლო. ის რაც ხელს გიშლით, ისაკს უშლიდა ისმაელი ხელს. პირველობაში თქვენი პირველობა არის უფალთან ურთიერთობა და საბოლოოდ სასუფეველის დამკვიდრება და რაც ხელს გიშლით საყვარელი ცოდვა იქნება, ტრადიცია იქნება, პირადი ჩვევა იქნება, თუ რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იყოს განდევნილი ამ იმიდან, კარავიდან. ერთი ადამიანი არ შეიძლება რომ ერთ კარავში ორი პიროვნება იყოს. ერთი პიროვნება უნდა დარჩეს. და ეს თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა აირჩიოს, რომელ პიროვნებას დასტოვებს კარავში. არ შეიძლება. ხშირ შემთხვევაში, როცა ჩვენ უყურებთ ხოლმე და ხანდახან გვესმის, რომ აი ვაიმე ისეთი ძლიერი ქრისტიანია და ისეთი ძლიერი რწმენა აქვს და ასე შემდეგ. არა ჩემო ძვირფასებო. რწმენა ქრისტემ თქვა რომ აი თუნდაც დოგვის მარცვლისოდენა რო იყოს. ეს ადამიანის მოგონილია დიდი რწმენა, მძიმე და ძლიერი რწმენა. მთავარია რომ ღმერთთან ურთიერთობა სწორი გქონდეთ. მთავარია რომ ის ძველი ისმაელის ცოდვები განდევნოთ. და ქრისტიანი მაშინ არის ძლიერი. ქრისტიანი მაშინ აგრძელებს ქრისტიანულ ცხოვრებას, თუ მისი კარვიდან განდევნილია გძველი, მაცდური. გახსოვთ პავლემ რა თქვა? რაც ჩემთვის წარმატება იყო და მოგება, ყველაფერი ნაგვად ჩავთვალეო და თავისთავად განდევნა ყველაფერი და ყველაფერი ახალი აიღო. ამიტომ ჩვენი მომავალი ცხოვრებისათვის ყველაფერი რაც ჩვენი ძველი ბუნება, ძველი ტრადიცია, აი ხშირად არიან ხოლმე მოკეიფე საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში ავტორიტეტი, კარგი თამადა, კარგი ჯამბაზი, ანეკდოტებისა და იმით ხო იცით ეს ბევრსას ჩვევია, მატერიალური შემოსავალი, ბევრი იკვეხნის აი კაცური კაცობა, ყველაფერი ეს არის ფარატინა ნაგავი. ღმერთის თვალში. ეს ყველაფერი უნდა იყოს აღგვილი, განდევნილი. თუ გინდათ რომ სულიერად განვითარდეთ, თუ გინდათ რომ სულიერად გაძლიერდეთ, თუ გინდათ რომ ღმერთთან გქონდეთ პირდაპირი კონტაქტი, ლოცულობდეთ და პასუხს იღებდეთ. დანიელზე რა წერია იცით? ეს ადგილი მე ძალიან მიყვარს. დანიელი იყო 15 წლისა, როდესაც ნაბუხადანოსორი სამჯერ მოადგა იერუსალიმს. 605 წელს, მერე 597 წელს და მერე საბოლოოდ დაანგრია 586 წელს. 586 წელს დაანგრია. აი 605 წელს პირველი რდათ რომ მოვიდა, მაშინ წაიყვანა 15 წლის დანიელი. და როცა
მეფემ აირჩია ებრაელთა ერიდან რამოდენიმე ახალგაზრდა, რომ ენა შეესწავლათ და სიბრძნე იმ ბაბილონის ქვეყნისა, ასე წერია, დანიელმა ჯერ კიდე ყმაწვილმა გადაწყვიტა, არ გაუწმინდორებულიყო. აი ეს წერია. და მე ვხედავთ, რომ ღმერთი აძლევს ამ კაცს ხდის ბუმბერას კაცს. 5 იმპერატორი გამოიცვალა. 80 წელს მიაღწია, არასოდეს არ დაბრუნებულა ისრაელში, მაგრამ შეესწრო ყველა ორ იმპერიას შეესწრო. ბაბილონისა და სპარსეთის იმპერიას შეესწრო და 4 თუ 5 იმპერატორი გამოიცვალა. და იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, იმდენად კურთხეული იყო, იმდენად შეეძლო, იმდენად დიდი წინასწარმეტყველი იყო, რომ მეფეები ხელიდან ხელში გადაჰქონდათ დანიელი და არ უშვებდნენ. პირველი, მეორე პირი იყო, მესამე პირი იყო დანიელი, ყველა ენდობოდა. საიდან მოდიოდა ესა? იოსების ისტორიაც შეგვიძლია ვთქვათ, საიდან მოდიოდა? მოდიოდა ეს, რომ დანიელი იყო ახალი ქმნილება, გადაწყვიტა ყველაფერი ძველი დაივიწყებინა და გაიკეთებინა ახალი. გინდათ სულიერი განვითარება მიიღოთ, განდევნეთ თქვენი კარავიდან მიუხედავად სიზნელისა. ეს არ არის იოლი, ეს არ არის იოლი. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც თან დამდევდა, მე ქრისტიანი, ახალგაზრდა ქრისტიანი კაცი, აი ხან წაიმუხლებდა, ხან ისევ ფეხზე ადგებოდა სულიერად, ხან ძლიერი იყო, ხან სუსტდებოდა. ერთხელ მოვიდა და მე არაფერი არ მithქვია, მარტო ვეხმარებოდი და მითხრა, რომ რაში ხედავ გამოსავალსო, ჩემ გამოსავალსო. გინდა მეთქი სიმართლე გითხრა. აბა რისთვის შეგეკითხეო? შენი ამ ფსონები დატოვე მეთქი. ვინაო? აი ვისი, აბა გადახედე მეთქი, ვინა ყავ მეგობრები. ეს მეგობრები დაგღუპავენ მეთქი შენ. თუ საჭიროა უნდა მიატოვო. საკუთარი ხელიც კი უნდა მოიჭრა, ქრისტე ამას იძახის და თვალი ის უყო. თუ კი ხელს გიშლის სულიერ გადარჩენაში. არ მიატოვა ეს მეგობრები და ოღონდ ეკლესია მიატოვა. ეკლესია მიატოვა. ყველაფერი რაც გიშლით ხელს უნდა მიატოვოთ. ყოველთვის იოლი არ არის. ხანდახან ძალიან მძიმეა. ისევე როგორც აბრაამისთვის იყო, რომ საკუთარი შვილი გაეგდო უდაბნოში. ხან ესია ხოლმე. მაგრამ ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცით რა ბედი ეწია აი ამ გადარჩენის რგოლს, დაწყებული აბრაამიდან, ისაკიდან, იაკობიდან, იაკობის 12 იმედიდან, მაგრამ აი რა ბედი ეწია ესავს, ისმაელს, აბესალომს და კიდე სხვებს ჩვენ არ ვიცით. და როდესაც ხშირად აი ესეთი აი კავარზნი კითხვებს დამისვავენ ხოლმე, რომ აბაო საული გადარჩება, რა საფიქრობო, აბესალომიო გადარჩებაო, ვეუბნები, არ ვიცი. მაგრამ თუ კი დამისმავენ კითხვას, რომ აბრაამი გადარჩება, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ კი მეტყვიან, რომ იოსები გადარჩება და დავითი, კითხვა არ არსებობს. მაგრამ აი ამ პიროვნებებზე კითხვა არსებობს. იცხოვრეთ ისე, რომ კითხვა არ არსებობდეს თქვენს მიმართ. იმიტომ რომ გადარჩენის საკითხს დასტურს იძლევა არა ადამიანი, არა ხუცესი, არა ქმარი, არა თუნდაც განათლებული შვილი, არამედ სულიწმინდა. და ეს მაშინ იძლევა სულიწმინდა, რომ შენ გადარჩენილი ხარ, შენ ჩემთვის მოსაწონი ხარ, როდესაც ხარ ახალი ქმნილება, როდესაც შენს კარავში მარტო ერთი ადამიანი ცხოვრობს. აი ამას გისურვებთ, უფალმად დაგლოცოთ და